30 ივნისიდან 6 ივლისამდე შენს ცხოვრებაში იწყება მნიშვნელოვანი შიდა გარდატეხა. ეს არ არის ხმაურიანი პერიოდების კვირა, ეს არის სიღრმის, გააზრების და სიმტკიცის დრო. შეიძლება ბევრი არ ილაპარაკო, მაგრამ რასაც იტყვი, ნიშნავს ყველაფერს. სიყვარული. ამ კვირაში სიყვარული ღრმავდება. ახლა გინდა რაღაც, რაც სიცხადეა, სტაბილურია და ნამდვილი. თუ ურთიერთობაში ხარ, იწყება ეტაპი, როცა უნდა გაიაზრო, საით მიდიხართ ერთად, რა გჭირდებათ ორივეს ემოციურად და ღირს თუ არა ბრძოლა იმისთვის, რაც ღირებულია. თუ თავისუფალი ხარ, გაჩნდება ახალი ინტერესები, მაგრამ ზედაპირული ფლირტი აღარ გაგიტაცებს. შეიძლება შემთხვევით, თითქოს ქვეცნობიერად იპოვნო სული ადამიანი, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ იგრძნო. სიყვარული არ უნდა იყოს დრამა, უნდა იყოს სივრცე, სადაც მშვიდად ხარ. კარიერა. პრაქტიკულად და გონივრულად ასე უნდა იმოქმედო. აზრები გაქვს ჩაშლილი, იდეები, მომწიფებული და ახლა მთავარია, მიზანმიმართული მოქმედება. მერკურის პოზიციები გაძლევს ინტელექტუალურ სიმკვეთრეს, მაგრამ იმავდროულად გჭირდება დაბალანსება ემოციურ მდგომარეობასთან. კარგი პერიოდია, მოკლე პრეზენტაციებისთვის, იდეების გაჟღერებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, წერილობითი სამუშაოსთვის. ფინანსები. ფინანსური სტაბილურობისკენ მიდიხარ, მაგრამ ამისთვის გჭირდება ფოკუსი. ეს კვირა გაჩვენებს, რა საქმიანობებს უნდა უთხრაკი და რას არა, შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი სახლში ან ოჯახთან დაკავშირებულ თემებზე, მაგრამ ასევე არის შანსი, პატარა, მაგრამ გონივრული შემოსავლის წყაროს გაჩენის. რჩევა, ნუ დააჩქარებ გადაწყვეტილებებს, შეინახე თანხა სამომავლო გეგმებისთვის და თუ ფული მოდის, დაფიქრდ ის საიდან მოდის და რას გეუბნება. ჯანმრთელობა. შინაგანი წნევა და ემოციური დაღლილობა, სწორედ ეს შეიძლება იგრძნო. შეიძლება შენმა სხეულმა გითხრას, დროა ერთი დღე მაინც ჩემთვის მოიცალო, დაიძინე საკმარისად, შეწყვიტე ემოციურ საკითხებზე ზედმეტი ფიქრი ღამით და თუ ენერგიისგან დაიცალე, უბრალოდ გაჩერდი. მარსის გადმოსვლა კირჩხიბში ნიშნავს, რომ ემოციური დაძაბულობა ფიზიკურად გამოჩნდება, სხეულია შენი ინტუიცია. იღბალი. იღბალი არ არის მხოლოდ გარე სიტუაციები, ესაა ის მომენტი, როცა სწორად გამოხატავ საკუთარ თავს. ამ კვირაში იღბალი მოდის, როცა ხარ გულწრფელი, სტაბილური და ზუსტად იცი, რას არ ეთანხმები. წამიერი წარმატებები შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ შიგნიდან შენ შექმნი იმ რწმენას, რომელსაც მოყვება რეალური შედეგები ივლისის ბოლოსთვის. ეს კვირა არ არის სწრაფი მოქმედების, მაგრამ არის გონივრული გააზრების, სტაბილურობის და ზრდის ფაზა. შეიძლება არც ისე ხმაურიანი იყოს, მაგრამ რასაც ამ დღეებში იგრძნობ, შეცვლის ბევრ რამეს შენში. იფიქრე, იგრძენი და მხოლოდ მერე იმოქმედე, როცა გული და გონება თანხმდებიან, შენს გზაზე ხარ.